მე მინდა თქვენთან საუბარიც დავიწყო რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით ახალი უпростоრეთ სანქციების სავარაუდოებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ მეტად სანდო მედია საშუალებაზე ვსაუბრობ ჩვენ რომელიც ამ ინფორმაციას ისე ჰაერზე უბრალოდ არ დადებდა ხო არ გაავრცელებდა რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს უკვე გადაეგზავნა კონგრესიდან წერილი სადაც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის დაუშვათ ოჯახის წევრის და უახლოესი გარემოცვის გარდა ასევე ჩვენ ამოვიკითხეთ პროპაგანდისტული მედია საშუალებების მფლობელთა სახელები და გვარები ბიზნესის წარმომადგენლები მოსამართლეები რისი მომასწავებელია ეს და რა მოლოდინი გაქვთ თქვენ სანქციების სიის გაფართოებასთან დაკავშირებით საღამომშვიდობის სინგა მადლობა ჩართვისთვის მივესალმებით ტელევიზიის მაყურებელს რა თქმა უნდა ეს არის დაწყებული პროცესი და როდესაც ჩვენ საუბრობდით როდესაც ეს სანქციების რეჟიმი ჩაირთო ჩვენ საუბრობდით იმაზე რომ ეს პროცესი ავტომატურად რა თქმა უნდა გაგრძელდებოდა და არ დასრულდებოდა იმ ეტაპზე როდესაც პირველი სანქციების ეტაპი გამოცხადდა და დასანქცირდნენ ადამიანები დღეს ყველა ძალიან კარგად და მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს გააზრებული აქვთ რომ დღევანდელი რეჟიმი რომელიც ძალადობს საკუთარ ხალხზე საკუთარ მოქალაქეებზე და პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით სულში აფურთხებს და ბოდიში ამ სიტყვის და დაკავებულებს პირშიც აფურთხებდნენ ხო ესა და ესეთ რეჟიმად ჩამოყალიბდა დღეს ოცნების ხელისუფლება გააზრებული აქვთ რომ რეჟიმი დგას სამ რამეზე ეს არის პირველი პროპაგანდაზე და პროპაგანდისტულ არხებზე რომლებსაც კონკრეტული ბიზნესმენები და ეგრეთ წოდებული ადამიანები რომლებიც თითქოს ბიზნესმენებად აცხადებენ თავს არიან წარმომადგენლები და სპონსორები ამ ყველაფრის მეორე ეს არის სისტემურობა ძალადობის და ამის მთავარი ინსტრუმენტი არის რა თქმა უნდა ძალოვანი უწყებები და სახელმწიფო აპარატი და სახელმწიფო სისტემა და მესამე რა თქმა უნდა რეჟიმის სპონსორები რომლებიც ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ასპონსორებენ მათ შორის ატკატებიდან მიღებული ფულით ბიუჯეტიდან ადამიანებისთვის პირდაპირ ფორმით ჯიბეში ჩაყოფილი და ამოცლილი ფულით და სახელმწიფოსგან მიღებული იმ დივიდენდებით რომლითაც იძარცვებიან და თვითონ დიდრდებიან და პენსიონერებს კიდე წლიდან წლამდე თურმე 35 ლარით უმატებენ ხელფასს აი ამ სამ რამეზე დგას დღეს რეჟიმი და ძალიან კარგად აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს გააზრებული ის რომ ამას სჭირდება რა თქმა უნდა თანდათანობით მოქმედება და რა თქმა უნდა სანქციების რეჟიმი კიდევ უფრო დამძიმდება რეჟიმისთვის ის ყულფი საბელი რომელიც დღეს ჩამოცმული აქვს თავზე ოცნების რეჟიმს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მოუჭერს მას ეხლა რეალურად ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე როდესაც ეს ადამიანები სრულად არიან იზოლირებულები მიუხედავად იმისა რომ ბოლო 2 დღეა ცდილობენ რაღაცა იხელისუფლებონ და რაღაცა დღის წესრიგი შეავსონ შემოაგდონ თითქოს რაღაცა პოლიცსაბჭო რაღაცა განცხადებებს ავრცელებს დღეს მამუკა მდინარაძე თითქოს რაღაცა მართლა რაღაცა უმრავლესობის ლიდერია და თითქოს გვიანონსებს რაღაცა კომისიების შექმნას ხელისუფლებას ცდილობენ რომ გავლენა გააძლიერონ რომ ვითომ ხელისუფლება არიან და რაღაცას აკეთებენ და პროცესს ქმნიან ქვეყანაში რეალურად ეს ადამიანები სრულად იზოლირებულები, ჩაკეტილები არიან, ერთმანეთს ესაუბრებიან მხოლოდ და მაშინ, როდესაც ქვეყანას იზოლაციის საფრთხე ემუქრება, ყველას კარგად უნდა გქონდეს გააზრებული რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. ეხლა ამ მომენტისთვის, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკა არის ეგრეთ წოდებული ძილის რეჟიმში, როდესაც ჩვენ უკვე შევალთ იანვრის ბოლოდან ახალ ფაზაში, როდესაც ეკონომიკამ გაღვიძება უნდა დაიწყოს ამ სადღესასწაულო დღეების გადავლის შემდეგ, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ეკონომიკური კოლაფსის წინაშე, მაშინ, როდესაც სისტემური ეკონომიკური სეგმენტი შეიძლება ისეთი შოკების წინაშე აღმოჩნდეს, ჩვენ არ ვართ სისტემური ეკონომიკური სახელმწიფო, რომ ასეთი ტიპის შოკები გადავიტანოთ. ამიტომ თუ ივანიშვილი და მისი ხელის პრემიერები თუ ხელის ბიჭები თუ მერები თუ ვიღაცა უმრავლესობის ლიდერები ბიზნესებს არწმუნებდნენ და ბიზნესმენებს და მათ შორის რეჟიმის სპონსორებს, რომ მათ არ მიუკაკუნებდა ეს სანქციების რეჟიმი, ის თითქოს დაალაგებდა რაღაც ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ყველაფერს და გადაიტვირთებოდა ეს პოლიტიკა ოცნების ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან, რომელიც რეჟიმად არის დღეს ჩამოყალიბებული, ეს ილუზია თანდათან ქრება. ავტომატურად მოიტანს ეს კონკრეტული წერილი და მათ შორის სანქციების რეჟიმის ესეთი შევიწროება, მათ შორის გაზრდა ფართო წრის აი ამ სანქციების რეჟიმის იმას, რომ ოცნების ხელისუფლებას მოუწევს რა თქმა უნდა დათმობებზე წამოსვლა.
ეს არის ქართული ხალხის გამარჯვება, იმ ადამიანების გამარჯვება, რომლებიც აი აქ 53 დღეა დგანან და საკუთარ ხმას აგონებენ მათ შორის ცივილიზებულ სამყაროს. დღეს ცივილიზებული სამყაროსთვის რა გააკეთა ამ პროტესტმა? ხო, ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ რა მოიტანა ამ პროტესტის შედეგია სანქციებიც და ის საერთაშორისო რეაქციებიც, ხო? რასაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან. აბსოლუტურად. და არა პოლიტიკოსების დამსახურება, საზოგადოების მოტანილია ზუსტად. აბსოლუტურად გეთანხმებით, დიახ, ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც დღეს აქ დგანან და თავიანთ სულისკვეთებას, მათ შორის თავიანთ ეროვნულ იდეას, ევროპულ იდეას, რომელიც პირდაპირ შეიძლება ეროვნული იდეა დღეს არის ევროპული იდეა და თანამედროვე ცივილიზებული ევროპული სამყაროს ნაწილი უნდა გავხდეთ ჩვენ. ეს არის ეროვნული მამოძრავებელი დრაივერი, რაც არის აი აქ, აი ამ პროცესებზე რუსთაველზე. ამან მოიტანა ეს ყველაფერი, რომ დღეს ყველა, აი აბსოლუტურად ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ხვდება, რომ ამ ადამიანებთან საუბარს აზრი არ აქვს. ეს ადამიანები უკვე მოკვეთილი არიან თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს. ამ ადამიანებს არ ელაპარაკება არავინ. ამ ადამიანებს შეიძლება დაელაპარაკონ მხოლოდ ორადორ შემთხვევაში. პირველი, აი ეს ტყვეები, რომლებიც პირდაპირ ფორმით, აი მართლა ტყვედ ყავს აყვანილი სისტემას და რომელსაც საკუთარ სახლებში მშობლებთან, საყვარელ ადამიანებთან უნდა გაეტარებინათ ეს დღესასწაულები, ციხის კედლებში კრიმინალების გვერდით უწევდათ ყოფნა. აი ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ პირველ რიგში და მეორე რიგში, რა თქმა უნდა, როგორც ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე ფორმით იზოლაციაში ქვეყნის გადაიზარდოს და ეკონომიკურ კრიზისში, ამის გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები. სხვა სასაუბრო ჩვენ ქვეყნის მოქალაქეებს და მე როგორც ქვეყნის მოქალაქე ისევ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან აი ამ რეჟიმთან სალაპარაკო არაფერი. ბერდია, ვინაიდან თქვენ ხართ მათი წიაღიდან გამოსული, თქვენი კი ბატონო, ბოდიში გვიან მოდის ალბათ, ჩემი ხმა ვცდილობ რაღაც ჩაკითხვა გავაკეთო. ვინაიდან თქვენი პარტია, გიორგი გახარიაც, თქვენს ყველა თითქმის ყველა ხართ მათი წიაღიდან გამოსული პოლიტიკოსები, ხო? წარმოადგენდით მათ ძალას და ეხლა ხართ მათი ოპოზიცია, სხვათა შორის ძალიან საძულველი ივანიშვილისთვის, როგორც მან არაერთხელ აღნიშნა. როგორ მეტნაკლებად სხვებთან შედარებით იცნობთ კარგად. როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება წამოიყვანოს ივანიშვილი ახალ არჩევნებზე? მე წეგან ელენე ხოშტარიასთან საუბრობდი და მაშინაც თქვი თქვენთანაც გავიმეორებ თქვენი ნებართით, აი პოლიტპატიმრების გამოშვებას უფრო ვუშვებ, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია გააკეთონ, მაგრამ ახალი არჩევნების დანიშვნას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ივანიშვილი როგორ იღებს ამ გადაწყვეტილებას. იქნებ დამანახოთ, რადგანაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, თქვენ უფრო მეტად იცნობთ ამ კაცს და ამ ხალხს, ვინც მსგავს გადაწყვეტილებებს ყოველ შემთხვევაში აღებინებს, თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაცა რჩევას მაინც მისცემს ივანიშვილს, ვიდრე სხვები. აბა მითხარით, რა არის ის, რის მერეც ის იღებს ამ გადაწყვეტილებას? ინგა, მე ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის ფრთხილობთ პოლიტიკური პროგნოზების გაკეთებას და ყოველთვის საუბრობთ იმაზე, რომ ეს არის თანმიმდევრული გრძელვადიანი ბრძოლა, როდესაც ჩვენ უნდა დავღალოთ პირიქით რეჟიმი. მე და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მაშინ, როდესაც მართლა დადგება იმის კონკრეტული საფრთხე, რომ აი ეს რეჟიმის სპონსორები, რომლებზეც დღეს რადიო თავისუფლების მოპოვებული ინფორმაციაში იყო საუბარი, როდესაც კონკრეტული საფრთხის წინაშე დადგებიან, როდესაც მათ ქონებას, მათ ფინანსებს, მათ მომავალს შეექმნება საფრთხე ბრიტანეთში, საფრანგეთში. ჩვენ ხო ვიცით ამ ადამიანების აქტივები სად არის გადანაწილებული. მე ხო არ ვსაუბრობ აქ ვიქტორა ჯაფარიძეზე და ვიღაცებზე, აქ ვსაუბრობ მსხვილ ადამიანებზე, მსხვილ სპონსორებზე ბიზნესის, რომლებიც ცდილობენ დამკვიდრებას მათ შორის და მათ შორის ძალიან დიდი აქტივები აქვს საზღვარგარეთ გატანილი. როდესაც ის ადამიანები კონკრეტულად იგრძნობენ, რა თქმა უნდა იმას, რომ ისინი კონკრეტული სამიზნეები არიან ევროპული თუ ამერიკული სანქციების, ეს ავტომატურად გამოიწვევს შიდა რყევას, რა თქმა უნდა და ამის გაძლების რესურსი ფიზიკურად არ აქვს ბიძინა ივანიშვილს. რატო? ჩვენ არა ვართ კლასიკური ტიპის ქვეყანა, სადაც რაღაცა ისეთი ეკონომიკური რესურსები შეიძლება გაგვაჩნდეს ან ნავთობის თვალსაზრისით, ან ენერგორესურსების, ან ნებისმიერი სხვა სისტემური ეკონომიკური სახელმწიფო ვიყოთ, რომ მსგავსი ტიპის რყევები გადავიტანოთ ჩვენ. ჩვენ ავტომატურად ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან პატარა პორტფელი, რომელიც დამოკიდებულია ძალიან გლობალურ თამაშზე და შესაბამისად ჩვენ თუ გონია ის, რომ ერთ დღესაც
ვიღაცები სანქცირებული აღმოჩნდებიან და მათ შორის მსხვილი ბიზნესი აღმოჩნდება სანქცირებული და ეს ავტომატურად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ბუნებრივია ეს არ იქნება. რა თქმა უნდა, ეს პრობლემები, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ქვეყნის იზოლაციით და ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციით, ავტომატურად მიაწვევა ბიძინა ივანიშვილს და აიძულებს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას. მაგრამ აქ ერთი რამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რა თქმა უნდა, რასაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი აუცილებლად ხაზს გაუსვამს ყველა შეხვედრაზე, ყველა აქტორთან საუბრისას. ახალი არჩევნები არ არის ჩვენი თვითმიზანი მხოლოდ. ჩვენი თვითმიზანია ახალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაატაროს. ეხლა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ეცდება, რომ მაქსიმალურად გაწელოს ეს პროცესი და ბოლოს თქვას, რომ მოდი ახალ არჩევნები ჩავატარებ და ოღონდ თარიღი დასახელდეს და ბევრი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შეიძლება წამსვლელია იმაზე, რომ აი ახალი არჩევნების თარიღი დაიდო და მაინც მოუგებთ ბიძინა ივანიშვილს. არა, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და სამართლიანი გარემო ახალი არჩევნების ჩასატარებლად, სადაც ჩვენ იმისთვის კი არ ვიბრძოლებთ, რომ ოცნების ხელისუფლებას მოუგოს. ქართველი ხალხი მივა გამარჯვებული იყო და ამ გამარჯვების გასაფორმებლად კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც თავის არჩევანს კაბინეტში გააკეთებს. მე ესეთი არჩევნები მინდა, თორე იგივე ცესკოს პირობებში, იგივე სუსის პირობებში და იგივე ძველი ბიჭების და პოლიციის საერთო თანამშრომლობის პირობებში. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ჩემი მოსაზრებაც იგივეა. გონია რომ რამე შეიცვლება, რა თქმა უნდა, იგივე ხალხის პირობებში და სისტემას რომ ჯიბეში უდევს, იგივე ინსტიტუტების პირობებში რა აზრი აქვს ამას და ერთი კითხვაც მინდა რომ დაგისვათ, სხვა შორის ეს ძალიან საინტერესოა, რადგან არჩევნებზე ვსაუბრობთ, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც არც თუ ისე შორსაა უკვე, თქვენი პარტიის გადაწყვეტილება როგორი იქნება? ბერდია განიხილავთ, საერთოდ ჯერ შეიძლება მითხრათ, რომ ადრეაო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ადრე არაფერი არ არის. ანუ მიიღებს გახარიას გუნდი ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. თუ არაფერი არ შეიცვალა მანამდე. იცით რა არის ინგა დღეს სიმართლე გითხრათ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიაში ძალიან ბევრი უნდა ვიმჯელოთ, ძალიან ბევრი, მათ შორის შორი და სტრატეგიული გეგმები და ხედვები უნდა გქონდეს, მაგრამ დღეს აი ეგ რუსთაველზე როცა მოვდივართ ყოველდღე ადამიანებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საპარლამენტო არჩევნების და პირველ რიგში ტყვეების გათავისუფლება, რეჟიმის ტყვეების. სხვა კონკრეტული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არ მიგვიღია, იმიტომ რომ შესაძლოა ასეთ პირობებში, როდესაც მათ შორის თვითმმართველობის კანონმდებლობაც გააუარესეს და მათ შორის უარესი რეჟიმით შეიძლება ჩაატარონ თვითმმართველობის არჩევნები, ხო? აი ესეთ პირობებში ლეგიტიმაციის მიცემა მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც მე ვფიქრობ არ იქნება სწორი. ამიტომ ჩვენ ახლა ამ ბრძოლაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, აქ უნდა ვიყოთ დაუღალავები, თანმიმდევრულები, აქ უნდა მივცეთ მათ შორის სტიმული, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც აი ყოველდღიურად აქ მოდიან სამსახურივით მართლა დაუღალავად, ცივად, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთში უფრო ცივა და ამიტომ მოდიან აქ. არ იღლებიან ახალ წელსაც, შობასაც, ყველა დღესასწაული გაატარეს აი აქ რუსთაველის გამზირზე. სიცივეში, მაგრამ ყველაზე დიდი სითბო იგრძნობოდა აქ, როდესაც ადამიანები, უცხო ადამიანები ერთმანეთს ულოცავდნენ და განსაკუთრებული ენერგეტიკა ტრიალებდა და მართლა ჯადოსნური დღეები იყო ამ ქვეყნისთვის. ამიტომ მე მჯერა, რომ აი ამ მიზანზე უნდა ვკონცენტრირდეთ, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, ეს არის ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა და რა თქმა უნდა, ამისკენ ვართ ჩვენს კონცენტრირებული და ჩვენ მოქალაქეებთან ერთად ვიქნებით აი ამ პროცესში თავიდან ბოლომდე. მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ.